ჩვენი შინაგანი სამყარო ხო გადმოეცემა ტილოზე და შენ ის რომ ინდივიდუალურად გააკეთო განსხვავებულად, ბევრი ძიება გჭირდება. Რო ხატავ რეალისტურ პორტრეტებს ძალიან ხშირად მუშაობდი, არ მაკმაყოფილებ და ანუ მინდოდა რაღაც ზედმეტი მასალა თუ ტექნიკა რომ გამომეხატა ის რისი გაკეთებაც მინდოდა. მე ვხატავ კოლაჟის ტექნიკით, რომლითაც შევქმნი ჩემი სტილი, ძირითადად ტილოზე ვხატავ ზეთისაღებავებით, დახატულ პორტრეტებს, ვამატებ ჟურნალ-გაზეთებიდან ამოჭრილ ნაწილებს, რომელიც არის ამ ადამიანის დამახასიათებელი, ან ამ ადამიანზე ყვება თავის ისტორიას, რომელიც შემდეგ აერთიანებს თანამედროვე ხელოვნებასა და კლასიკურ ხელოვნებას. ეს ნამუშევარი დავხატე ძალიან ასე ვთქვათ კლასიკური სტილისა და თანამედროვე შერწყმის გავლენით. ძალიან დამაინტერესა ადრინდელი პერიოდის ადამიანის ფიქრებმა და დღევანდელი ადამიანის ცხოვრებამ. ძველი და ახლის შეერთება ხდება ამ ნამუშევარში. ტანსაცმელი ჩემი შეკერელია. ძირითადად ვცდილობ, რომ ეს ტანსაცმელი რაც არის მოვარგო ადამიანებს, რომელსაც შევისწავლი. რამდენიმე ამერიკელი მხატვარი მუშაობს კოლაჟის ტექნიკით, ძირითადად უფრო მოდის სფეროში, სადაც ჭირდებათ ეს ტექნიკა და პირველი იყო ჟორჟ ფრაგი მხატვარი, შემდეგ პიკასომ დაიწყო 1912 წელი იყო და აქედან განვითარდა. კოლაჟის სტილი არის ინოვაციური, ასე ვთქვათ. ჩემს ნამუშევრებში მიყვარს დეტალებზე კონცენტრირება და დაკვირვება. შეიძლება ერთი წარწერაც კი გამხსნელი იყოს უკვე მთელი ნახატის იდეის. მაქვს დამახასიათებელი რამდენიმე სიმბოლო. სიმბოლო ეს არის მთვარე, რომელიც თითქმის ყველა ნამუშევარში გამოვიყენე და ფუნჯის მონასმი, რომელიც ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესოა ასევე წითელი ფერი, რომელსაც ან მკვეთრად ცოცხლად ვხატავ, ან რაღაცა კომპოზიციურად ვანაწილებ ისე, რომ ყურადღება გადავიდეს იმ პატარა კონკრეტულ ცენტრზე. ინსპირაციას ძირითადად ვღებულობ უცხო ადამიანებთან კომუნიკაციით. მაინტერესებს მათი სამყარო შინაგანი, მიყვარს ქუჩაში სიარული, ადამიანების დაკვირვება, ზოგადად ბუნებაში ყოფნა მიყვარს ძალიან. შემიძლია საათობით ვიარო და ბუნებაში ჯდომით და იქ ყურებით გარემოსი მივიღო ინსპირაცია და დავიმუხტა ძალიან დადებითი ემოციებით. შეიძლება მივიდე, რამდენიმე საათში მონახაზი გავაკეთო, ტილოზე გადავიტანო და დამჭირდეს ალბათ მაქსიმუმ 3 თვე 2 თვე ამის შესასრულებლად, მაგრამ არის ნამუშევრები, მაგალითად ჩემი ავტოპორტრეტი, სადაც რაღაც მომენტში შეჩერება, შესვენება მჭირდება, რომ გავაგრძელო ხატვა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მხატვრისთვის, რომ იმაყურებელი დადგეს ჩემ ტილოსთან და დაფიქრდეს და იფიქროს იმაზე, თუ რა გადმოსცა ამ ადამიანმა, რა აქვს შიგნით თვითონ მხატვარს, რატო გამოიყენა სიმბოლოები, ხო? ეს ფიქრი უკვე მიიყვანს იქამდე, რომ საკუთარ თავთან ჩაღრმავდეს და დაიწყოს იმაზე ფიქრი, რომ რა ემოციას იწვევს, თუნდაც ეს გმირები და რა არის ჩვენი შინაგანი სამყარო. გეგმავ, რომ ჩემი სტილი უფრო მეტად განმოვითარო და 23 წლის ასაკში მინდა რომ გავაკეთო 9 ნამუშევრის პერსონალური გამოფენა. მე ვფიქრობ, რომ გამოავლინო შენი თავი და იპოვა შენი შემოქმედება, ეს არის პირველი ხელოვანი ადამიანისთვის.